ამოყვა 1943 წელს. ახლა მოშეხედე. ციხის ჭურჭელი ნაპოვნი ზღვის ფსკერზე 1923 წელს. გამარჯობა. გამარჯობა. ჰოი, ცხოვრება ძაღლებო. თავდუშალოთ, ბიჭებო. მე თქვენ გაჩვენებთ შეიარს. გულიკო, აუშვი, ძაღლი, ჩქარა აუშვი. თორემ გადაჭარეს ამახვრებ მაქაურობა. საით თქვენ ძაღლებო. მან დამიდექით თუ აშკაცები ხარ. საქმე ბიჭო. აჩავარდე. აი თქვენ მამა ძაღლებო, იცანი. საწამი ხარ. დაგიჭერდა ყურებს დაგახარ ჩადითავად. ვინდა ეს ძაღლი? შინემ ხარი და თორე გადაჯეგა აქაურობაო. და გითხარი. როდის გითხარი გოგო? ახლა საწამი ხარ. დირექტორი მინდა. ახლა მოახსენებ. ჯიხველი ხეობით, სოფლებით. ვერგაჩ. ზარანის გავლით. რაშკია, ვერ გამიშვებ. თქვენ ხლაპები. ამას გააცემენ კარვებში კათოლიკის ეკლესიის ნანგრევებში. მარშრუტის სიგრძე 25 კილომეტრია. რაზმის შემდგომ მოგძანდით ერმილებიზეა. რაზე შეთუხებულ ხარ? დირექტორი მინდა. მე გახლავარ? გისმის? ევალებას ერთ კილოში ამოსულ ლასტობისას. შენ ლალი არ ხარ, რაჟდენის კალიშვილი. დიახ. შენ ხარ ამათი უფროსი. დიახ, ერმილებიზეა მე ვარ. მერე შენ მოული ამ ყაჩაღებს, გუშინდელი ბღარდი. მეხუთე და მეექვსე რაზმი გაემგზავრა. ამას ხომ ხედავ. მოსვენება არ აქვს მაგადგა. მთელი ბაღი გადამიჯერეს. ჩვენები არ იქნებოდნენ ერმილებიზეა. აბა, რომელი ბავშვი ატარებს ყელსახვას ამარდადაგების დროს? სახეზე იცნობთ იმას? ვიცნობ, სამივეს ვიცნობ. არაფერს არ ვერჩი, ბატონო, ოღონდ ვნახო, დაველაპარაკო. ხილს დაკრეფილ და ვახვედრებ, ოღონდ ტოტებს უნდა მიიმტრევენ. ჩამოუვარო და რომელსაც არ ეკრება ყელსახვევი, ის იქნება სწორად. კი ბატონო, წამოგძანდით ერმილებიზეა. ავიდეთ ბატონო. რატო არ გიკეთია? ეს იყო ერმილებიზეა. არა, ბატონო, ისინი ბიჭები იყვნენ. ნუ ტირი ბაბა, ნუ. აჰა. შენ ყასა. ნუ ტირი გოგო. ნუ. დავიდეთ არა. ერმილებიზეა. ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ზანა. ბავშვების მოყვანა მინდა თქვენ მუზეუმში. მამა შენი შვილი მაგას ამბო. სულ იმას მილეებს ხარ აყოლილიო.
იცი არ ვიზიარებ მამაჩემის აზრს. კი ბატონო, როცა გინდა. ოღონდ ხეებს ნუ დაამდრევენ და. დიდი მადლობა ერმილებიცია, დიდი მადლობა. ისე არც მამაშენს აწყვენდა იქ მოსვლა. იქნებ რამე დაიჯეროს მაგ ურწმუნო თომამ. ოჰ, ეგ უფრო ძნელი საქმეა, მაგრამ ნახოთ, იქნებ ეგეც მოახერხო. კარგად მეყოლები. დიდი მადლობა. ბავშვებო, ეს მოხუცი მეზღვაური ერმილე სტურუა გახლავთ. იგი არის მხატვარი, მებაღე და შესანიშნავი კოლექციონერი. ომის დროს ყვინთავად მუშაობდა და დაზიანებულ გემებს აკეთებდა. თქვენ ალბათ გეცოდინებათ, რომ სოხუმთან აღმოაჩინეს ზღვაში ჩაძირული ქალაქი დიოსკურია. ერმილე სტურუა ასაბუთებს, რომ ახლა ჩვენთანაც არის ასეთივე ჩაძირული ქალაქი და რომ ჩვენი ქალაქი საკმაოდ ძველია. მას სახლში აქვს ჩვენი ქალაქის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. ზოგიერთი საგანი, რომელიც თვითონ ამოიღოს მისგენიდან, ახლაც მიუთითებს ზღვაში ჩაძირული ქალაქის არსებობაზე. თუ თქვენ გაინტერესებთ ჩვენი ქალაქის ისტორია, ვესტუმროთ ერმილე სტურუას და იგი თვითონ მოგვიყვება ყველაფერს. რაჩენი მე იცანი? ვიცანი, სამივე ვიცანი. მერე? არაფერი. ხომ არ გამოვაჭენებდი თავის ტოლებში. რა იყო აბაშეკაცო ისე რომ გადაირია? დიდი ამბავი ახლა 2 ცალი მსხალი თუ შეჭამეს. რა არის? დაუბერდი ალბათ. ყველა შეგვეშინდა იმ მოხუცის. სიფრთხილეს დაიარჩი. რატო? ო, რა მოხდა? რა ვიცი. ეხები რაღაცაში გამეჩნდა. მეც. მიდი ეცინათიადე. როგორია? როგორია? ხომ გადაგ მოყვეთ? რაში რაში დამისხაკეთება? ვინმე სხვა რო შემოვიდეს? აქ ვინ შემოვა? შემოსვლით კი შემოვა, მაგრამ აქედან უჩვენოთ ვერ გავა. გამომივიდა რა ჭკვის სკოლა. მე რაღაც ჩვენზე გამოცადე. აბა სხვა ხარავინ მოდის. ფეხები კი ნამიმამწრი ამოხევ. აღარაფერი აღარ გვაკლია ბალონების გარდა. ფაფები გასიძე? ი, ყველა კარგად მოხმეთ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა წავივარდეთ. აიძი შვიდიან. ექსიანი. და აიძი მენა. მაინც არ აქვს არაფერს არ ვიცი. მაშინ დაიფიცე. დადას პიონერი ხარ? ბას. გაიმეორე რასაც მე ვიცი. პიონერულ სიტყვას ვიძლევი და ვფიცა. პიონერულ სიტყვას ვიძლევი და ვფიცა. რომ არცად არ გავამხელ ჩვენ საიდუმლოს. რომ არცად არ გავამხელ ჩვენ საიდუმლოს. და საქმეს ბოლომდე მივიღო. და საქმეს ბოლომდე მივიღო. გასიზაღლი. ახლა ჩვენ გაფიცულები. მე კახამფული. ამას დათო. ამას კიდე პას. შენი საკალე ვიცი. ავიდა გული, ავიდა ნაგაზი. დარე გადაჭამე, დამოგრემა მთელი ბაღი.
რა კარგად მოგიწვია საქაურო. ეს რა არის? ეს რადიო გადამფრენი. დაჭიკი? ხა მოიშნე. ჩარტე. კარგად ისნის? ისნის რა? რა გადე? ბანაკში ჩვენი კაცი ხარ. რამე რომ მოხდეს შეგვატყობინეთ. ახლა მე ვკითხე თუ როგორ არის საქმე. მან პასუხო ყველაფერი რიგზეო. ესე იგი მე და დაცვის ბანაკიდან გამომპარო არავის არ გავუძლო. სადიშოით ეს აპარატი. ჩვენ თვითონ გავაკეთებ. თქვენ თვითონ? აი და ჩემას და გააკეთებ. რა დიდი აბავე ამას. კი მაგრამ აქ როგორ შემოხვედი? რაღმა მომაგნები. ბიჭო რა კონსტრუქტორი ხარ? ერთი კიდე გამოიარეთ და. გამატარე? სადიშოით. შენ როგორ შენი ვიშოთ? თელი საზღვის ფლოტის მოხდა. ბალონებს აღარ იშოვის. ჩვენ მაინც უნდა შევეკითხოთ ცოდნე ხალხს, თორემ შეიძლება ყველაფერმა ფუჭა ჩაგვიაროს. ვის მაგალითად? თუნდაც ერმილეს სტურუას, მაგაზე ამბობენ ამ ქალაქზე ყველაფერი იცისო. ერმილეს მიაკარები ბიჭო, შენ იმ დღის შემდეგ? მაშინ ლალი ჩვენ ბანაკის დირექტორი. გამოგიშევს კიდე. გამაგებინეთ, რატომ არ შეიძლება აქაც იყოს საძირული ქალაქი? რაღაც დროს კამათია, ხვალზე კუგას ზღვაში უნდა ჩავიდეთ. მოდი აქ თუ მაკეთე ჩემ მოდი რაკეთ დავსეთ ნავი გაიგონია ახლა არ გაეკარა არც ერთ კი გავარო უყავ თავი ხომ არ დაიხჭო გაიპარა ვიქტორს ვერ დავინახვებიო ასე მოგიხსენებათ მე რომ არ დამიჯერებ ჯოუჩევოთ ის დამჯერები ხარ და გაი ახლა შეგონია თელს ვერ მიაგენი ასე მიდიოდა 3 მეტრში მთელი ქარავანი ასე უყურებდით როგორც ახლა მე შენ გიყურებ მიდიოდა ხო დეფიცები ჩემ გულიკოს 2 საათი მიდიოდა მაგრამ რადგინდა პირი არ მოგიდა არც ერთმა არ მოგიდა ხო ბარჯი რომ ქონოდა ისე ვიცოცხლე როგორც იმათა მოხოცავდი დინამიტი არ გინდოდა კარგი ახლა შენც რომ ყოფილიყავი შენც ასე დაგემართებოდა მაგაზე ბოდიში მეიხარ როგორ სპინინგს თავს წაუწყობდი თუ რა ბიჭო შენ დაგაბო რომ ერთვეს თევზს დაიჭე იმას აგერა მევიყვანა სხვა კარგი ხო კარგი ეგ ნამედანი თქვი აქ თევზს რა უნდა რა უნდა ხო რა უნდა გამომართი ისროლე ხო ისროლე აბატონო ისროლე ახლა მე მიყურე შეხედე რა უნდა ერთხელ კიდევ ისროლე თუ კიდევ ამოიყვან აქედან სულ გადავიკარგები შადახვალ მე თაშიავა და ზღვისკენ საერთოდ აღარ გამოიხედა შენ აქედან დავსვლელი ხარ კაი ჰა უბრალოდ გაგიმართლა ბიჭო შენ ეს ყინთვა ხომ არ გონია ამ ზღვის ფსკერზე ქვები შეგროვებ თევზაობაში ტიპი მაქვს მოჭრილი ერმილე ეს თევზი მაინც წაიღეს დახში ხელსარიელი ნომიხვას ბაბუაჩემ იმას ჭარდა რომ მართლა საძირული ქალაქი სამიზო საბუთები ჯერ არ ამაქვსო არა და უსაბუთოდ ექსპედიციას არავინ მოახერხა საბუთებს ჩვენ მე რაღაც იტყვი რატომ არ გინდა ბაბუაჩემ დაგხმარო სამსაქმეში ბაბუაშენ თუ დაგოყარა და მთელი აკადემია მაშინ ჩერა არა ძმაო მე პირადად ბაბუაშენს ვეღარ მეეყარებ ყველას გონია ბაბუაჩემ ბრაზიანი რა ვიცი ჩვენ კი გამოგვენთოდა ქურდები ეგონე და აბა რა სიძამდა ანარქია, ანარქურია. და
არ უნდა იცი სახში მოსვლა ხო? ახია ჩემზე რომ დაგიჯერე და გაგიშვარა მოგელაპარაკებ. ესენი ბაბუა ბანაკელები არიან. ეს პატა. როგორი ხარ? ანდა. ეს დათოა. გამარჯო. ეს კიდე გულიკოა. ერმილეს თურაშვილიშვილი. ხომისრო ბაბუ. ჯერ ვიცნობ ბაბა ვის ვიცი. კაი ბაბუა კავშირო რაც მართალი. დიდი განათლებული კაცი. მე რომ აგდენ ვიცოდი ახლა ადმირალი ვიქნებოდი. შენ გაჩერდინად მოგშივდა და მომაყენე სტუმრები კარზე ხო? მამადა. სალე შენ მაიმუნო შენ. აი ხوارდა კაც. არა აქ. რას გეხარ? მოშიებული იქნები. თქვენი სტანასტურებს უკეთეს სუფრა შეფერის ბაბა რა ციდა. რაც გვაქვს იმით დავკმაყოფილდეთ, ასია. გამიწო. აგერე. ვენ შეგიძლია ლიმონადი დალი. ბაბუ, შენ ესენი უბრალოდ ხალხი არ გეგონი. შენთან გამოგზავნილი დელეგაცია. დელეგაცია? ო, მაგათ შენი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ისეთი სახლი აქვს გამოწყებული, რომ უშენოდ ვერაფერს გახდებიან. დაეხმარები? გამაგებია რა შეესახ. მომეცია გაგწერილი. შეგარჩიო. მომეცი. აი ბაბუ. შენ წამი. ბატონო ვიქტორ. იონერების ერთმა ჯგუფმა სათანადო მასალების შესწავლის შემდეგ გამოთქვა ვარაუდი, რომ ჩვენთან ზღვის ფსკერზე შეიძლება არსებობდეს ჩაძირული ქალაქი. ეს ვარაუდი რომ შემოწმდეს, იგივე ჯგუფი მზად არის მოაწყოს ექსპედიცია ზღვის ფსკერის შესასწავლად. მოგეხსენებათ ასეთ ექსპედიციას გამოცდილი და მცოდნე კაცი სჭირდება მეთაურად. ასეთ კაცად სწორედ თქვენ მიგვაჩნი ხართ და იმედი გვაქვს ვას არ გვეტყვით. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით თანხმობისათვის და ძალიან გთხოვთ ექსპედიციის მუშაობას ნუ გავახმაუროთ. ჯერჯერობით ყოველივე საიდუმლოდ შევინახოთ. პატივისცემით შტაბის უფროსი გოჩა რამიშვილი. აკა ქალაქი ჩაძირული. ხო, ამიდამოებში. არ გამიგონია მაგ. დიოსკურია კი, მარა. არ შეიძლება სხვა დიოსკურიაც იყოს. მეცა ბაბუ, მეცა. მაგი ერმილეს ეცოდინე. არ გიკითხია ბაბუ. კი. რაიო მე? კი, შეიძლება. გაგა შენაღმერთი. ერმილემ თუ თქვა ნამდვილად ასე იძლევა. მას კი სრულად ექსპედიციის მეთაურობა. როგორი კაცია საჭირო? გამოცდილი და მშობლად. შენ მეცა, მან რა წერია ის წამიკითხე. მოგეხსენებათ ასეთ ექსპედიციას გამოცდილი და მცოდნე კაცი სჭირდება მეთაურად. კი უგისროლა. ბალონები უნდა გვიშოს, სხვა ყველაფერი. რა ბალონები? ჟანგბადის ბალონები. ვინ თავს რო კიდია ძუ. მათი შოვნა შეიძლება, როგორც ექსპედიციის მეთაური. შადვიშო ბაბუ ბალონი. თელი შავი ზღვის ფლოტის პეპოს, ვაში ვარ დაბადებულიო და ბალონებს ვეღარ იშოვი. აი შეიძლება სხვაღაც ჩამოაშენ. აი ბატონო ვიშო. ჩვენ წავალთ ვიქტორ ბაბუ. გვაგვიანდეთ. იაგეჩქარე. ამ ძახსაც უნდა უშონო ბალონი. ნახვამდი. ბაბუ. გულიკოს? ო. გულიკოს რატომ უნდა ვაწყენი? ობოლი გოგოა. დედა ადრე გარდე ეცვალა, არც კი ეხსომება. ბაბუ ამის მაგის მეტი აფერი გააჩნია შვილო. მამაც ყდარი ყავს? ცხალია, მაგრამ ჯობდა ყდარი ყოფილიყო. შვილი არც კი უნახავს. რა გული უძლებს ნეტა. სად არის? თბილისშია ბაბუ. გამოხელია? არის სადღაც ქარხანაში მუშაობს ხატრად. ერთის ნედაცემული კაცია, თაღლითობის და ორჯერ ნასამართლე. გულიკომ თუ იცის? ყველაფერი იცის. ბაბუ ამის მისთვის არაფერი დაუმალია. ჩემთვის კი არაფერი უთქვა. თქვენია ალბათ. ანდა ვითომ რატომ უნდა? ჩემთვის მას უნდა ეთქვა. რატომ უნდა? იმიტომ რომ მე და გულიკო გაფიცულები ვარ. მერე? რა მერე, ის შემიდა. ბიჭოს, გუგურე შენ ამას ა?
არის ამაში ახალი? რაც დაგპირდით, ყველაფერი გავაკეთეთ. ეს მოდელი დისტანციური მართვის სისტემაზეა მოწყობილი. ვისწავლეთ უფრო რთული სამართავი მოდელების გაკეთებას. ჩვენ შეგიძლია ჯგუფური ფრენაც მოვაწყოთ. კიდევ რა გაქვთ? წავბრძანეთ და ყველაფერს გაჩვენოთ. გამარჯობათ გახსოვთ, აი ჩვენი მოდელები. ამ თვითონასაც შეუძლია ისეთივე ფიგურების გაკეთება? არა, ეს მხოლოდ აფრინდება, ერთ წუთში ფრენს და ისევ დაждდება. პატარა კორპუსია და შიგმეტი ხელსაწყო არ ეტევა. მოდით ასე გავაკეთოთ. ბანაკში მოვაწყოთ თქვენი მოდელების დემონსტრაცია. რამდენი დრო დაგჭირდებათ მომზადებისთვის? ალბათ ერთი კვირა. არა, 2 კვირა. იყოს ასე. რა მამაძაღლები ყოფილან? კი ვატყობდი გულიკოც რომ რაღაცას მიმალავდა, მაგრამ ასე თუ იყოს საქმე, ამას ვერ მოვიფიქრებდი. განგებ თავი მოვისულელე და დავთანხმდი მაგათი ექსპედიციის მეთაურობას. უჩემოთ არაფერი მოვიდეთ თქვა. მაინც არ დაიშლიდან. ეს ორი გიქნია. თვალი გეწირება ბავშვებზე. გამოვავითომ რამე. რა იცი ეშმაკის? თუ აქ მართლა ჩაძირული ქალაქია, ისე იქნება შლამით გადაფარული, რას გაარკვევ. ისე კი ეცადო. მაგისთან რამის დაშლა არ შეიძლება. რომ მოусმინო მოგეწონება ისე მგელოდ. მაგდენ ჯგვა რომ ისცა, რაჯდენ, აქამდე 9 ექსპედიცია მოიწყობოდა. ეს გეუბნებ. ვითომ სამაგისო ფული არ აგვაქვსო. ჩემი არასჯერა ბატონო. ბალონებზე შენი იმედი მაგ და წოდე არ შემარცხინო ბაღლებთან. კაი კაცო. ნუ გეშინი. რაიპო ჩვენი უცნობო მეგობრებო ეს გამოქვაბული 1946 წელს აღმოაჩინეთ არავისთვის არ გაგვიმხელია მარტო ჩვენ მოვდივით ვოცნებობდით გეგმებს ვადგენდით თამაშობდით მეცადინეობდით აქ იყო ჩვენი შტაბი ახლა ჩვენ დავამთავრეთ ინტერნატი და აქედან მივიდეთ მაგრამ ვჯერა რომ ჩვენი სტანები აქ კიდევ მოვლენ და მასაც გაუწევს ეს გამოქვაბული სამსახური მოგესალმებით და გისურვებთ ყოველივე კარგს იმედია შევხვდებით ინტერნატელები ბორის კნიაზები ვალოდია დრუჟინინი იური ვარეშკინი ირაკლი გოცაძე მეტასად არიან ეგ ბიჭები ახლა მოდით ვიპოვო და წერილები გავგზავნო მისამართი დაგიტოვოს თუ რა ეხლა ემეთი ძებნა დავიწყოთ მიდის უფრო გააშლები. ისე უცოლო ხარები შეგეცდათ. ხო. რათა უცოლო ვეჯებია? ნამდვილად ემდე ჩემს გამოსtildeებას. სად არის ახლა შენი ცოლი? მამაზე ჩერტა. ბავშვები არა ყოლია? ერთი. ბიჭი თუ გოგო. სად არის ახლა? ბაბუასთან. რამდენი ხანია? აუ, დიდი ხანია. ისე რომ ვეღარ შეკითხა. აბა რა ვიცნობ? შენი სიმამრე რა კაცია? ეს უჟმური ვინმეა, თავიდანვე არ ვითვალისწონა. რა გვარია? ერმილეს ტურუა. მოდი ჩემ პურიში ამას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. შენ აგიმარჯოს. აგიმარჯოს. ერთის მითხარით. შენ თუ გინახავს სადმე მასხარა წითლებში, ესეთი სურათი. მასხარა წითლებში? ვისია? უცნობი მხატვრის. არა, შემხოდრია. ეგ სურათი შენ სიმამრს გიდია კიდევ. ჩემ სიმამრს?
უი. სორია. მაქსურას არავითარი ღირებულება არ აქვს. ხომ იცი მე მაგისტანებში არ შევწყვეტ. ეგ ჩვენი სულ ერთია. ჩვენ შეკვეთილი გვაქვს ზუსტად მაქსურათის შოვნა. და ჩვენი საქმე თუ კაცი მაგაში კარგ ფულს იძლევა. როგორ? განა ყოველთვის კარგ რამე შეიხდია ფულს. არ გაგიდეს ის კაცი მაქსურათს. რატო? აბა რომელი კოლექციონერი გაგიდეს თავის სურათს? ჰა? შენ არ უნდა გაგიწირდეს მე დაყოლება. არა. არაფერი არ გამო. თუ რატომ არ მიხვედით? ვიყავით ეს მეოგზავნე. მე რა თქვა? გაგონებას არ უნდა. აი ხომ ხედავ. ეგ სურათი ჩემი ყოფილი ცოლის ნაყიდია და მის სახელზე ინახავს. კაიგე? იმიტომაც გაგზავნეთ შენ. აბა მოიხსენით ნიღბები. რატომ? ლაპარაკი. უპირველეს ყოვლისა დისციპლინა იყოს. თუ მე ვარ ექსპედიციის მეთაური, მე გამიგონეთ. თორემ შენი ყავი ბატონო და მე გაგიგონებ. თქვენში რომელი უგაცურავს? ყველანი კარგად სურავს. მაინც. ყველანი კარგად სურავს, მაგრამ კახა მაინც ჯობნის. ასე მოიწე, შენ და დათო ჩახვალ ზღვაში. კახა კი ნავზე დარჩება. აბა, მოემზადეთ. შენ გე. მადი. იცოდეთ, ერთმანეთს თვალი არ მოაშოროთ. არავით არის ბაბუა. ექსპედიციის ხელმძღვანელი ვარ და არა ბაბუა. აბუა. რაზე მოგდის გული ბიჭო? რამე რომ მოხდეს, იმათ ჩვენ დავიქცორ ბაბუა და ეხმარები. მი ჩვენ კიდე
მე სახალხო კონტროლიდან ვარ. დირექტორს გადაეცით, რომ თქვენი ბანაკი უნდა შევამოწმო. აქ თურმე. მაინც ვინ ბრძანდებით? მე ირაკლი გოცაძე გახლავართ. თქვენ? მე ლალია მაშუკელი ამ ბანაკის დირექტორი. საიდან მოხდით? არა, მაგას ვერ გეტყვით. ეს ჩემი ბავშვობის საიდუმლოება. ბავშვობის? დიახ. მე აქ გავიზარდე. წინათ აქ ინტერნატი იყო. ვიცი და მახსოვს კიდეც, მაგრამ თქვენ არ მახსოვხართ. თქვენც ინტერნატელი ხართ? არა, მაგრამ ხშირად მოვდიოდი ხოლმე თქვენ საღამოებზე. მაშინ მე უნდა გახსოვდეთ. კონცერტებზე გამოვდიოდი ხოლმე, ხატროლის სპენით. რენდა, ეს იგი მსახიობი ხარ. არა, ხელოვნებას ვწოდნე. ვერაფერი ვერ ვიპოვეთ. რა უყოთ მე? დღეს ვერ ვნახეთ, ხვალ ვნახავ. ამოდი, მოდი. ეს ზონა უკვე შესწავლილი გვაქვს. აქ არაფერი არ არის. დაგჭირ ეს კვადრატები. ამ 5 კვადრატს 5 დღე მოვამდოთ. არადა თქვენი ბანაკიდან წასვლამდე ყველაფერი უნდა მოვართ. ამ ტემპით როგორ მოვართ? როგორ მოვით? მე გეტყვით თუ დამიჯერეთ. თქვი? საქმე უნდა დავაჩქაროთ. ამიტომ ნება მომეცით მარტოს მოხვეთ. კი, მაგრამ მარტო კარას გააკეთეთ. ვიქტორ ბაბუა დაგვეხმარეთ. გულეკოთ ჩვენთან ერთად იქნებ. მე წინააღმდეგი ვარ. მეც არც მე წამოვა. არც ვიქტორ ბაბუა წამოვა. ხო გითხრა უკვე უარი. წავიდე. თქვენ წამოვა. ისე სხვათა შორის. შენ თუ იცი რა არის კესონის ავადმყოფობა? დედებო. ამასაც სულელები გონი. რაზე ბრაზე, რომ დაგემართოს ვეღარაფერი გიშველი. ვიცი ბატონო, ვიცი. ეს სიგრის ავადმყოფობა. შეიმოჩელება დაემართოთ ვინ დისციპლინაზე ჩადის. ჩვენ რაღაც 10 მეტრზე ყურყუმალა. მარჯნის მატებლები 22 მეტროზე ჩადის. არც ბალონები აქვს და არც არაფერი. სხვათა შორის სულელები არის. ჩვენზე ოცროსები. დათო წავიდე თორ ბანაკში განგაშატეხენ. ხვალ დროს ვიქტორ ბაბუასთან.
რომელი აქ უფროსი? დაგლება. გამანთავისუფლე. სადაც ვინა? დათვი. გელი, შეიძლება თურას. სერიოზულად ეკითხები. ირაკლი გოცაძე გახლავართ. ხელოვნებად წოდნე. ყოფილი ინტერნატელი? დიახ. გამათავისუფლო ბიჭებო. საერთოდ გადავაგდოთ ერთხაფან. ძალიან სულელურად მოხდეთ. მარტო შინაურებს იწევს. მასში პოვეთ არა ჩემი წერილი. დიახ. გავეცნოთ ერთმანეთს. ირაკლი. გულიკ. დათო. პატა. კახა. კარგად მოგიწვიეთ აკაურობა. ჩვენ დროს ამის საშუალება არ იყო. ეს რა, რადიოსადგურია? დიახ. თან როგორ ჩანს არ ხუმრობთ? ჩვენ ჩაძირულ ქალაქს ვედეთ. ჩაძირულ ქალაქს? დიახ. ჩვენთან ზუსტად რო გამოშვებით. სხვადასხვა საგნებს პროულობდნენ ადამიანები. მაგალითად, ციხის ჭურჭლებს, ლარნაკებს, ვაზებს, ზოგიერთი ამის ბაბუასაც კი აქვს შენახული. ყველანი ვიცით ძალზე ძველი. მარტო ეს საფიქრებინებს ადამიანს, რომ აქ შეიძლება იყოს ჩაძირული ქალაქი. როგორც დიოსკურია. დიახ, როგორც დიოსკური. კარგი საქმისათვის მოგიგიდიათ ხელი. თუ შეიძლება მაჩვენეთ ის ნივთები, რომელიც ბაბუაშენ შეუნახია. იჩვენ, უმეტ ბაბუაშენ წინასწარ უნდა მოველაპარაკო. ცოტა ავიკაცია. უკვე ბევრჯერ გამაქცელა, ბანაკელებთან არ დაგინახა. წავიდეთ გულიბო. მეორე გასასვლელიდან გავიდეთ. კარგი, კარგი. არ მოიცვალა სახლიდან.
მე მესმის. თქვენ გაქვთ სრული უფლება არ დაუჯეროთ კაცს, რომელმაც მიადოვა თქვენი ქალიშვილი. უყურადღებოდ დატოვა ბავშვი, მაგრამ მერწმუნეთ. მეც ისეთივე თვალით უყურებ ჩემ წასულს, როგორც თქვენ. მოკლედ თქვი რა გინდა? ჩემი ბავშვის ნახვა მინდა. არავითარ შემთხვევაში. მე ვიცოდი ასეთ პასუხს მივიღებდი. რა თქმა უნდა ღირსი ვარ ყველაფრის, მაგრამ ერთი უბრალო თხოვნა მაქვს და ის მაინც შემისრულეთ. ბრძანე. მე გთხოვთ, ანგარიში გაუწიოთ ადამიანის სისუსტეს. მე ხომ არაფერი არ მაქვს. არავითარი ნივთი არ გამაჩნია, რომელიც მომაგონებდა ჩემს ოჯახს. რომ მეც მქონდა ოჯახი. მყავდა ცოლი, რომელიც მიყვარდა. მართალი ხარ, მართალი. მაგრამ აი ერთი უბრალო ნივთი მაინც, რომელიც მომაგონებდა. რა ნივთი? რა ვიცი. აი თუნდაც ეს სურათი. აი თურმე რა გინდოდა. მაშინვე მივხვდი რომ სულ სხვა რამე გაწუხებდა. აბა, მიბრძანდი ახლა. მაშუარს მეგონებით? მიბრძანდი. კეთილი მხოლოდ იცოდეთ ერთი რამ. ჩემ ბავშვს მაინც წავიყვან. მიბრძანდი. აი კარები. გჯეროდეთ რომ მე ამას გავაკეთებ. მიდი. აუცილებლად. მიდი. ნახო. მიბრძანდი. რა სურათი იყო თუ დააკვირდი? რა ვიცი. ერთი წითლად შემოსილი მასხარა იყო დახოთ. მასხარა წითლებში? დიახ, ასე ეწერა მასხარა წითლებში. თუ ეს სურათი. ამ სურათს დიდი ხანია დაეძებს ჩემი მეგობარი. კვლევარია, მეცნიერი. თვითონ ეს სურათი დიდი არაფერია, მაგრამ მის ქვეშ ეროვნული უნიკალური ძეგლია მოქცეული. ცნობილია, რომ მე-10 საუკუნეში ჩვენში ცხოვრობდა მხატვარი, რომლის ვინაობა დაუდგენელია. ყველა ისტორიული წყარო მის საუკეთესო ნამუშევრად ნინო კაპატოგიელის სურათს ასახელებს. ის ხომ არ არის ქრისტიანობა რომ შემოიტანა საქართველოში მე-4 საუკუნეში. ხოჩახ გწოდნია, მაგრამ საქმე აქ პიროვნებაში კი არაა, თვითონ სურათშია. სურათის აღწერილობიდან ჩანს, რომ მეტად ორიგინალური და მაღალ მხატვრული ნაწარმოები დაგვიკარგავს. ჩემო მეგობარმა იცის თუ რატომ შეიმოსა ნინო კაპატოგიელი ამ წითელ სამოსელით. მაგრამ ახლა ეს სისხლი სამართლის სფეროშია და ამაზე სხვა დროს. ოღონდ მართლა თუ ეს ისაა. ასეთი დასახელებით შეიძლება რამდენიმე სურათი არსებობდეს. თქვენ მოგება, ეს სურათი სურათი. რა იცი? აბლაჩი მამითხრა რომ გულიკოს მამა ორჯერ არის ნასამართლელი. ასეთი კაცი კი უბრალო რამისთვის თავს არ შეიძლება. მართალი ხარ. ჯერ გულიკოს უნდა მივხედოთ. ჩემ მეგობარსაც დაურეკავ თბილისში. მე მგონი ძიება უნდა შევწყვეტო. სავარჯინჯი მაინც შენ დაგაწვევ. გულიკოს ერთი წუთი თვალე არ უნდა მოაშორო. რა თქმა უნდა, ჩვენს დაგეხმარებით, მაგრამ ხომიც ბანაკიდან ჩვენი გამოსვლა ყოველთვის არ შეიძლება. იქნება მილიცია გაგვიფრთხილებინა. ბიჭო, მილიციას მაშინ გავაგემრიოთ, როცა სხვა გამოსავალი აღარ იქნება. რატო მაშინ? აბა ახლა რა უნდა უცხოთ მილიციას? ამ ადამიანკაცმა შეიძლება ბავშვი მოიწასოსო და დაიჭირეთო? შეიძლებაზე ვინ დაიჭერს კაცს? ალო! თბილისი! დიახ, თბილისი მინდა, თბილისი. თავადის ბინა? გოგი ხარ? გამარჯობა, გოგი, გამარჯობა. ირაკლი ვარ. ბიჭო, ირაკლი ვარ, ირაკლი. გახსოვს სურათზე რომ მეუბნებოდი. მასხარა წითლებში. გონი აღმოვაჩინე. არა, აქაური მცხოვრებია, ერმილეს ტურუა. უშენოდ არ უნახავ. გოგი. კი ის უნდა იყოს ნამდვილად. გოგი, ჩამოხვალ. დაგელოდები, გოგი.
გამარჯობა. გამარჯობა. მოდი შეგენებსულე, ედიშერ ლოლუა რომელმა მერში ცხოვრობს. როდი შემოვიდა? ერთი კვირა იქნება. ხაში. აქ არის. არის. კარგი გენაცვლე, მე შემოვიდეთ. მაგრამ კიდევ არ მეშვები, იქნება. სად დადიხარ მთელი დღეს? ეს მაიმუნო. ეტარასაკეთებს ამეხას. ალბათ ვერ მოახერხა სურათი. დაწევად. არ ამგონია სერგეი ჯეგამსაქმის გამკეთებელი იყოს. შენ არ იცი რა ჩიტია. მაგ სურათს უკაპიკოდ წაგლიჯავს იმ კაცს და მთელ ფულსაც თვითონ ჩაიდებს ჯიბში. ერთი გვებანავა მაინც. ბანაობა მინდა ბიჭო ახლა მე. ერთი რა. სამოგაც ვარ გადამრიო ზამო. მე არ მესწრის რატო არ ვეუბნები გულიკოს რაც მოელის. როგორ უნდა უთხრათ მაინც? როგორ და მოუყვეს კახამ რაც მოისმინა. დაფიქრდი შენ თვითონ. გულიკოს მამამისი თვალით არ უნახავს. არც იცის რა კაცია. ახლა მიდი შენ და უთხრა. იცი რა გულიკო, შენ მამა კი ყავს, მაგრამ რა გინდა? გაიძვერა. კარგი იქნება? რით იქნება ცუდი ტყუილია თუ? არაჟობია თვითონ მიხდეს ყველაფერს. მართალია. პატარა ხომ აღარაა, თვითონ გააჩეს კაცსა და ცუცს. გაიგერა გვარია ის კაცი. კი, ედიშერ ლოლუა ყოფილა. თბილისელი. მეცე ნომერში ცხოვრობს სასტუმროში, მეხუთე სართულზე. კარის კაცი, ბაბუა ჩემი სამხანაგი. ერთად ადიან ხოლმე სათევზაოდ. კაცი გამგვადგება. გაფრთხილებული მყავს. ახლა ასე მოიქცე. გულიკო. გამარჯობა შენი. გამარჯობა. ვერ მიცანი? ჰა? ვერა? აბა მოდი ჩემთან რა გაჩვენო. ოპა. აბა ეს ნახე. აბა ეს? ეს ხომ დედა ჩემია? ო, დედა შენია. აბა ეს ნახე. ჰა? მესმის შენთვის ნელი ასე უცებ შემეჩვიო. მით უმეტეს რომ აქამდე მკვდარი გეგონი. ალბათ ბაბუა შენი ასე გეუბნებოდა. ბაბუა ჩემთვის ასე არ ვთქვა. აბა? ბაბუა ჩემთვის არ მოუტყვეები. წარმომიდგენია როგორ დაგიხადავდა ჩემ თავს. მაგრამ არა უშავს, ამაზე ჯერ ადრეა ლაბარაკი, აი გაიზრდები და თვითონ მიხვდები ყველაფერს. მე და შენ ერთმანეთს რომ არ ახვდებოდით, ეს ბაბუა შენის ბრალია. მე კიდევ მაქვს სურათები, გინდა გაჩვენო? მინდა. წამოხვალ ჩემთან. წავიდე.
სასწრაფოდ უნდა მოხვიდე. შეეკითხე რა შეასახე. გულკო მამამისმა გაიტაცა. სასწრაფოდ მოდით. იქნებ მე სადობები, ჰა? არ არის სერგეიჩ. უფრო არ დააფრთხო. რაც იქნება იქნება, მოიდა ბიჭაკი. მოდი შეერმილეს თუ ვაკაცხოროთ. დიახ, რა გნება? ნახო მინდოდა. მე გახლავარ. სასიამოვნოა. მე გაზეთის კორესპონდენტი ვარ თბილისიდან. სპეციალურად ჩამოვიდი თქვენი გამოფენა მინდა ვნახო. ამსალი ახლა მე თქვენთვის. ო, სპეციალურად. კორესპონდენტი ვარ, კაცო, კორესპონდენტი. ხვალ, ზეკ, სხვა დროს. ამას მწყრები ყავს ხვიჩი. სად არის გულიკო? პურზე წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა. ხომ გითხარი არ საწავიდეს მეთქი? მე თვითონ მივიდიოდი, მაგრამ არ გამიშვა ახლავე მოვიტანო. საქმეს განდავს კაცი. შენი მოტაცებულია ის ბავშვი. ის ჩემი შვილია და მე მგონი მაქვს რაღაც უფლება. ჯერ შვილი დამიღუპე. ახლა შვილი გინდა დამიღუპე. მე მისი დაგუპა კი არა, გადარჩენა მინდა. გადარჩენა ვისგან? შენგან, შენისანა გადარჩენა. ილია, მე ვიცი რა გინდა შენ. მასხარა წიწებში. თუ მომცემ სიტყვას რომ საერთოდ აღარ გამოჩნდები აქ? კი განაცხადა. კი ბატონო. წავიდეთ. წავიდეთ. სადაკას ბავშვი. სასტუმროში. ჯერ ბავშვი ჩავაბარე. კი ბატონო. მაშინ გამოვიქეთ. ლალო მარტო გამოვიდა სასტუმროდან და გულიკოს სახელზე გაესურა. გულიკოს სად არის? ალბათ სასტუმროში დატოვა. დროს უტოვავს. ლალოს დაბრუნებამდე გულიკო უნდა გავათავისუფლო. კაცი არა ხე, ვის შეუნდა მაგას? მაშინ გიცანებს ხე. ლალი ბრძანდები. გამარჯობა. მე ირაკლი ვარ გოცაძე. დიახ. გმადლობთ, თქვენი პიონერები ახლა ჩემთან იყვნენ და სადღაც გაიქცნენ. სად გაიქცნენ? გვარები თუ იცით? გამაგებინეთ ბატონო ირაკლი. არა, გვარები არ ვიცი, მაგრამ სახელებს მოგახსენებთ. კახა, პაატა და დათო. სასწრაფოდ მომიძებნეთ მეორე რაზმის ხელმძღვანელი გოჩა რამიშვილი.
გულიკო სადარი ბავშვი ნიაკ დარტოვდა რა ვიცი სადარი ბავშვი გამიშვით ხელი გამიშვით ხელი გამიშვით არაფერი გულიკო სად არის ნუ ღელავთ ბატონო გულიკო კარგადაა და სწორედ ახლა ბიჭებმა შინ წაიყვანეს ბიჭებმა ვინ ბიჭებმა პიონერებმა კახამ ბიჭებმა დამშვიდით აბა გამოდეით ასე სურათი მაინც მომდაცალი თაღლითმა ასაწაუხი რომელი სურათი მასხარა წიქლებში მასხარა წითლებში? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ იმ სურათს ნამდვილად მასხარა წითლებში ქვია? მაწვილო. ახლავე მილიციას უნდა დაურეკო. აიღოს, დიდი არაფერია. სამაგიეროდ 10 წი ვეღარ დავენახება. რაც ბრძანებთ, ბატონო, მაგ სურათის დაკარგვა როგორ შეიძლება? ეს მგონი მიდის? ედი შევ. ა? ხო, თქვენ აკრაგინათ. საიდან გასწით, ა? ეს არის? ხო. უში გინათ. აი, მოვჩეთ საქმე. მოიჭედას რა ხომ არ ვილაპარაკებთ, ერთი ადგილი ვიცი. ვერავინ დაგვინახავს. წავიდეთ და იქ მოვჩეთ საქმეს. წავიდეთ. ესად მომიყარეს, ტრახმონდე კრისტო ვარ. და შენ მან დადი გერამ შემოვიდეს. ალბათ ნახოს ვენა ხირამ შეჭემა ნახი. ის არის აბა ჩემოდი შე გასწორდე. რამდენ შეიძლება? როგორ ამდენს, როგორც მოვილაპარაკე. როგორ გეკადრებათ? შენაგონი ამ სურათის ფასი არ ვიცი, მე ამისთანებში არ მოვკვდე. რამდენი გინდა? არ ვიცი, ამ სურათის ფასის დადგენა არის. ფასი მორიგდება. ძალიან ძვირი დამისდა. პატრონსაც მე თვითონ მომნახავ. ძვირი დაუჯდა. კაპიკის განახვდელი იყავი? ჩერა ვირის მუშები ვართ, ამას კაისაკონელი. თქვენ ნამოსიანად მომეყარი? ესეც რომ ნამოსზე ლაპარაკობს, კაცი არ გადაირევა.
ბიჭო ვის დავარტყი. გულიკო შვილო